მოგესალმებით. განვაგრძობთ საუბრებს ხატწერაზე. დღეს ვისაუბრებთ სივრცესა და პერსპექტივაში ხატზე. ჩვენ წინა გადაცემებში თქვით, რომ ხატზე ასახულია სხვა რეალობა, სასופველისეული, არა ამასופლისეული და იქ არის განსხვავებული სივრცე. ანუ არა ის სივრცე, რომელსაც ამ წუთისოფლში ჭრեց, რომელსაც ახასიათებს სამგანზომილებიანობა. ანუ ხატზე არ არის სამგანზომილებიანი სივრცე, არის განსხვავებული, ზუსტად როგორია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ ვიცით, როგორია სასופველისეული სივრცე და იქაური რეალობა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ იგავურად, სიმბოლურად, რაღაც გარკვეული მინიშნებებით გადმოვცეთ ეს ხატში, რომ მლოცველი ადამიანი, რომელიც არ დგება ხატის წინაშე, კონდეს განცდა, რომ ეს არ არის ამასופლისეული სამყარო, არამედ ის ჭრեց აი სწორედ ამ მარადიულ სასופველისეულ ხატებას. ეხლა როგორ შეიძლება ამის ასახვა ხატზე? ჩვენ ვიცით, რომ მხატვრები, როდესაც ხატავენ სურათს, ისინი მიმართავენ ხოლმე სწორედ აი ამ პერსპექტივის კანონებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენგან დაშორებული საგნები ნელ-ნელა უფრო მცირე ზომით აღიქმება ჩვენი თვალისთვის და ეს გრძელი ეს ვიწრო გზა, ეხლა თქვენ ხედავთ, რომ სურათზეა გამოსახული, როგორ ვიწროვდება ბოლოსკენ, ანუ რაც უფრო შორს მიდის ჩვენი თვალიდან, მაყურებლიდან, მით უფრო ვიწრო ხდება ეს. ეხლა ამისგან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ხატზე. ხატწერი ცდილობს, რომ სამყაროში ის სამყარო ასახოს, რომელშიც უკვე არ მოქმედებს ეს ფიზიკური კანონები, ამიტომ ხშირად ხატწერები მიმართავენ ესეთ ხერხს, როგორც არის პერსპექტივა. აი მაგალითად, ეხლა ამ ცნობილ ხატზე, რუბლოვის ცნობილ სამებაზე, სწორედ ესე არის გამოსახული ეს ანგელოზები, აი თუ დააკვირდებით ტრაპეზის და აი სკამების ფორმას, ფაქტიურად გამოდის, რომ აი მთელი ეს ცენტრი, აი ამ გამოსახულების ცენტრი მოდის მაყურებლისაგან, ადამიანის, ანუ ადამიანი ხდება აი ცენტრი, საიდანაც მოემართება ფაქტიურად აი მთელი ხაზები აი ამ გამოსახულებიდან და არა ის, რომ ეს განგეშორება შენ და პირიქით შორს კი არ მიდის. აი ფაქტიურად ამითი ხდება რაღაცა ფიზიკურ დონეზეც კი ხდება ადამიანის ყურადღების კონცენტრირება, რომ ის განეწყოს ლოცვისათვის და მთავარი მისია და დანიშნულება ხატის სწორედ ეს არის, რომ ადამიანს მოუხმოს ლოცვისკენ, განაწყოს ლოცვისთვის და დაამყაროს კავშირი ადამიანსა და აი ამ ხატზე გამოსახულ წმინდანს შორის. აი ამ პერსპექტივის და სივრცის გამოსახვისთვის ხატში გამოიყენება ასევე ის, რომ სხვადასხვა საგნებს, არქიტექტურა იქნება ეს თუ სხვა საგნები, გამოსახავენ ხოლმე სხვადასხვა რაკურსებით. ეხლა აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ქალაქს, რომელიც ძალიან პირობითად არის გამოსახული ზომაში, ხო, აი ამ ფიგურებთან შეუსაბამოდ, რეალურად თუ მიუდგებით საკითხს. გარდა ამისა, განსხვავებულია რაკურსები. ეხლა ზოგ შენობას ხედავთ ზეთხეთში, ზოგი ნაწილი შენობის არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ისეა შემოტრიალებული, რომ იმ მეორე მხარესაც ხედავთ, რომელიც წესით უნდა დაფარული იყოს. ანუ ფაქტიურად ხდება სხვადასხვა კუთხიდან ჭვრეტა, ხედვა და ერთიან მთლიანობაში წარმოდგენა აი ამ შენობა იქნება ეს თუ ქალაქი. ფაქტურად მთლიანობაში, აი მარადიულობის გადმოსახედიდან, რა უფრო მნიშვნელოვანია, რომ არაფერი დეტალი არ დაიკარგოს და ასახქმელად აი სრულიად მთლიანობაში რომ აღიქვას ეს ჭვრეტელმა. ესეთი ხედვა ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ბავშვებს, ხო? აი როცა ისინი ხატავენ რაღაცა შენობას, აი სადღაც იქეთ ამ მხრიდანაც მიუხატავენ, გამოაჩენენ კედელს, რომელიც წესით გვერდითია და არ უნდა ჩანდეს, იმიტომ რომ მათთვის თქვათ იქ ფანჯარა, ის ფანჯარა კონკრეტული რაღაცა სხვა მნიშვნელობის და სხვა დატვირთვის მქონია. აი სწორედ აი ამ მნიშვნელოვნების გამო ხდება
ეს დარღვევები და არა იმიტომ რომ რაღაცა დაანგრიოს მთლიანობა. პირიქით, ეს რაღაც განსხვავებულ უკვე სულიად სხვა რეალობის გამოხატულებაა. ეს პრინციპი, როგორც ახლა ჩვენ ხედავთ, როგორ გამოისახება შენობები, ასახულია სხვა დეტალებზეც. მაგალითად, ჭურჭელი არის ხოლმე გამოსახული ერთდროულად სხვადასხვა კუთხიდან, რომ წარმოვიდგინოთ, არის ზეთხეთში, სადაც არის ხოლმე ჩანს მისი მრგვალი პირი და არის გვერდხეთში, იმიტომ რომ აი მის გვერდ მხარეს ფაქტურად ესე პირდაპირ უყურებთ. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი ჭურჭელს რომ ძირი შეღრმავებული აქვს, აი ამასაც კი გამოხატავს ხოლმე ზოგჯერ ხატმწერი. ანუ ფაქტიურად ის აი მის თავისებურებებს, თვისებებს ყველანაირად ცდილობს, რომ ეს სხვადასხვა ხერხებით და დეტალებით ეს წარმოაჩინოს. ამისი ძალიან ბევრი მაგალითია. აი მაგალითად, როდესაც მაცხოვარს ან აი ამ შემთხვევაში ეს ბაგა, მაცხოვრის ბაგას ვხედავთ, აქაც ეს პერსპექტივის კანონები დარღვეულია, იმიტომ რომ აი ეს თვითონ ბაგის ფორმა როგორიც უნდა იყოს, ხო, რეალობაში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ უკანა მხარე უფრო უნდა ვიწროვდებოდეს და წინ ფართოვდებოდეს, ამ შემთხვევაში სრულიად სხვა მოცემულობა გვაქვს. ასევე გამოისახება ხოლმე სახარება უფლის ხელში და მოციქულების ხელში, რომ არა აქვს ესეთი მიმართულებები, ესეთი, რომელიც დამახასიათებელი იქნება პერსპექტივისთვის და გარდა ამისა, აი ეს ჭურჭელი, ამ წეგან ვისაუბრეთ, გარდა ამისა არის ხოლმე ეს ერთგვარი პირობითობა თვითონ პროპორციებშიც. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც იხატება ნახატი, შორს მყოფი ფიგურები უფრო პატარა ზომით, მცირე ზომით გამოისახებიან და ახლოს მყოფი ფიგურები უფრო დიდი ზომით გამოისახებიან. ხატში არის სრულიად განსხვავებული მიდგომა ამ შემთხვევაშიც. აქაც არის ფიგურათა ზომები დამოკიდებული არა იმაზე, რომელი უფრო შორს არის ჩვენგან, ან რომელი უფრო ახლოს, არამედ რამდენად მნიშვნელოვანია ის უფლის წინაშე. აი მაგალითად, თუ არის გამოსახული ხოლმე უფალი და მოციქულები, ხშირად არის რომ უფლის ფიგურა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე მოციქულების. ასევე ღვთისმშობლის ფიგურა გაცილებით უფრო დიდი შეიძლება იყოს სხვა წმინდანებთან მიმართებაში. აი ესეც არის ერთგვარი ნიმუში აი ამ პერსპექტივისა. პერსპექტიული სივრცეების დარღვევისა, ეს არის შობის ხატი კაბადოკიიდან, აი რომ დავაკვირდეთ მაცხოვრის განსაბან ჭურჭელს, ფაქტურად ზეთხედიდან ვუყურებთ და ამავე დროს ძირიც ჩანს. ასევე ბაგასაც ფაქტურად ზეთხედიდან ვუყურებთ, ამავე დროს გვერდითა მხარესაც ვხედავთ და თვითონ მღვიმესაც აქვს ძალიან ისეთი პირობითი ფორმა, ხო? მღვიმე ფაქტურად ჭრილში ვხედავთ აი ამ მღვიმეს, რაც შიგნით ხდება აი ამ მღვიმეში, ხო? აი ამ ესეთ პირობითობას და ესეთ ხერხებს ძალიან უხვად შეხვდებით ხატწერაში და ეს გარკვეულ ძალიან დიდ თავისუფლებას ანიჭებს ხოლმე და ახალ-ახალი სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხების შექმნის საშუალებასაც აძლევს ხოლმე ხატწერს. გააჩნია რა მიზნად ისახავს, რა მიზნებს ისახავს ხოლმე ესათავის ხატწერი. აი ხა ამ შემთხვევაშიც არის უფლის გარდამოხსნის ხატი, სადაც უფლის სხეული გაცილებით დიდია, არაბუნებრივად დიდია სხვა წმინდანებთან და ანგელოზებთან შედარებით. ხო, აქაც ხაზგასმულია სწორედ ეს უფლის მნიშვნელოვნება და სიდიადე. და რაკურსითაც ხედავთ, რომ ფაქტიურად ეს ფიგურები ფიგურებს გვერდიდან უყურებთ და უფლის სხეულს ფაქტიურად ზეთხედიდან ვჭრეთ. ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია და ძალიან საინტერესოა ხოლმე. ახლა ესეც ცნობილი ფრესკაა კაბადოკიის მხატვრობიდან ტოკალიკილისეს გამოსახულება. ეს არის უფლის მიერ ბოლო დალოცვა ამაღლების წინ და აქაც ხედავთ უფლის ფიგურა რამდენად უფრო დიდია მოციქულებზე და თვითონ მოციქულთა განლაგება, ხო, საოცრად ლამაზი კომპოზიციაა, მაგრამ აი რეალობაში რომ ვიფიქროთ, ხო, რეალობაში ესე
ვერ გამოსახავდით, ხო, ნახატი რომ იყოს, იმიტომ რომ ფაქტიურად მოციქულები ერთმანეთის თავზე არიან გამოსახული, მაგრამ ეს ქმნის საოცარ რიტმს, აი ამ ღვთის მადიდებელ განწყობას, ღვთისკენ მიმართულობას, მის აი როგორ მოწიწებას და მორჩილებას მისადმი, რაც აი ძალიან ისეთ დიად და ესეთ მას იწვევს ბლოცველში ესეთი კომპოზიცია და ძალიან საინტერესო კომპოზიციაა. ასეთივე არის ეს 40 მოწამის ცნობილი ხატი მესტიის მუზეუმიდან, სადაც ასევე ფაქტურად ერთმანეთის უკან ხედავთ ამ წმინდანებს, მაგრამ ამავდროულად ზეციდან არის ფაქტურად ზეთხედით დანახული მათი ფიგურები. და ასევე ეს პირობითობა, რომ ხატისთვის დამახასიათებელია ხოლმე, რომ ის სივრცეებიც კი ჩანს, რომელიც წესით არ უნდა ჩანდეს. აი ეს არის მინიატურა ბერძნული გრიგოლ ღვთისმეტყველი, როგორ ტოვებს კონსტანტინოპოლს. აქაც აი პირობითია, ხო, ეს გემის ზომა და პროპორციები, აი თვითონ ადამიანთა ფიგურებთან მიმართებაში, შენობების პროპორციები და აი რო შევხედოთ ქვევით ზღვას, ხედავთ ზღვის სიღრმეში როგორ ჩანს ეს თევზები, რომელიც წესით უხილავია, ხო? ასეთივე პრინციპია ხოლმე, როდესაც ჯვარცმის ქვეშ გამოისახება ადამის თავის ქალა. იმიტომ რომ გადმოცემის თანახმად, საეკლესიო გადმოცემით, ჯვარცმა აღემართა გოლგოთის მთაზე, სწორედ იქ, სადაც იყო დაკრძალული ადამიანის თავის ქალა და ძვლები და ფაქტიურად უფლის მიერ ჯვარზე დაღვრილი სისხლით მოხდა ადამიანის გამოხსნა და აი ამ სისხლი როგორ იღვრება აი ამ ადამიანის თავის ქალაზე, ამას გამოსახავენ ხატზე და ანუ გამოსახავენ იმ სივრცეს, რომელიც თვალთაგან დაფარულია, მაგრამ ხატში ამას ვხედავთ, ანუ მიწის ქვეშ რა ხდება ფაქტიურად იმასაც გამოსახავს ხოლმე ხატმწერი. ანუ ესეთი პირობითობა, ესეთი იგაური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია ამის გარეშე, რომ თქვით ბევრჯერ აღვნიშნეთ უკვე, რომ სრულიად წარმოუდგენელია პირდაპირ ავსახოთ ის ჩვენთვის დაფარული იდუმალი სივრცე, რომელიც არის მიღმურ სამყაროში. ესეც არის უფლის ნათლისღების ხატი, რომელიც უფალი დაფარულია ფაქტურად ყელამდე წყალში დგას, მაგრამ ჩვენ ამ წყლის ქვეშ ხედავთ მის ფიგურას. და ასევე წყლის ქვეშ პერსონიფიცირება ხდება იორდანის წყლების. კიდევ რა არის ესეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აი ამ პროპორციებში. იგივე ესეთი მიდგომა, აი რაც ხა ჩვენ მქონდა თქვათ შენობების მიმართ, იქ იყო ჭურჭლის მიმართ, ზუსტად იგივე მიდგომა არის ფაქტიურად ადამიანების ფიგურების გამოსახვაში და იგივე აი თქვათ წმინდანთა სახის აგებაში. აი ხა აქაც ისეთი პირობითობაა, ხო, ზომებში, გემები ფაქტიურად როგორ მცირე ზომით, იმიტომ რომ თავარი ამ შემთხვევაში არის ადამიანები და ადამიანებს გამოსახავენ უფრო განდიდებულ, აღმატებულად, ვიდრე ის არასულიერი საგნებია. ამიტომ ესეთი პირობითობა ხატისთვის ძალიან დამახასიათებელია. ხა რაც შეეხება სახის როგორ გამოისახება წმინდათა სახეები და უფლის სახე ხატზე. ღვთის ხატად არის შექმნილი ადამიანი, ამიტომ აი სრულად სახის გამოსახვას ხატზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ფასში, ანუ პირდაპირ ხედვით გამოისახებიან წმინდანები, ან 3/4-ით და არ არის ხოლმე ზურგიდან გამოსახვა, ისეთ კომპოზიციებშიც კი, როდესაც აი კომპოზიცია თითქოს მოითხოვს, რომ აი ზურგიდან იყოს გამოსახული რომელიმე წმინდანი, ამ შემთხვევაშიც კი ისე აგებს მხატვარი ფიგურას, რომ სხეული იყოს ჩვენსკენ მოტრიალებული და სახე 3/4-ით მაინც იყოს ჩვენსკენ მოტრიალებული. ასევე აი წმინდანთა ხელები, ზოგჯერ არაბუნებრივი ესე აქვს მდგომარეობა, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში ახლა აი მაგალითად აი ამ ხატს რო უყურებთ, ხო, რაღაცნაირი ამოვარდნილია თითქოს ეს ვედრებით მიმართული, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი მთავარი დატვირთვა არის, რომ სწორედ უფლის
მიმართ ვედრებით აპრობილი ხელი. აი აქაც აი ამ ღვთისმშობელში ეს ხელები შეიძლება არაბუნებრივად შემოტრიალებულია, ხო, გაშეშებული რეალური ადამიანისთვის, მაგრამ ხატმწერს ამ შემთხვევაში სულ სხვა მიზანი ჰქონდა, რომ მაქსიმალურად ეს ემოცია გადმოეცა ღვთის დიდების და თვითონ ლოცველიც განაწყოს ამისკენ, რომ აი ღვთისმშობლის ფაქტიურად თანამადიდებელი ხდება ღვთისმშობელთან ერთად უფლისკენ და თვითონ ღვთისმშობლის ხელები არის ფაქტურად ვედრება კაცობრიობისთვის, კაცობის გამოხსნისთვის თავისი ძის წინაშე. აი ახლა აი ამ შემთხვევაში ესეც სინური ხატია, აი იგივე ეს ხელის მოძრაობა არ არის მთლად ბუნებრივი, შედარებით უფრო ესეთია, მკვეთრად შემოტრიალებულია რაკურსი, მაგრამ აქაც მთავარი დატვირთვა ის არის, რომ ლოცველი ესე ლოცველზე იმოქმედოს, სწორედ ეს ზემოქმედება კონდეს აი ამ მაკურთხეվել მარჯვენაზე. რაც შეეხება სახის აგებას, ხო, ეს 3/4-ით. აქაც ხდება ხოლმე რაღაცნაირი მცირე სახის ცვლილება რაკურსებში. სახე ოდნავ, ანუ წმინდანები და მაცხოვარი გამოსახულები არიან ამ ფასში, ანუ პირდაპირ ხედვით, მაგრამ ამავე დროს ოდნავ დარღვეულია ხოლმე პროპორციები. აი მაგალითად, ყურები, ახლა ამ შემთხვევაში ეს არის დიაკვანის გამოსახულება ატენიდან, ყურები არ უნდა უჩანდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურს ფაქტიურად გვერდხედიდან ხედავთ ჩვენ ამ ხატებზე, ხო? შუაზე იყოფა, აი ცხვირი ოდნავ მოტრიალებულია 3/4-ით, ცახის ცალი მხარე უფრო ვიწროა მეორესთან შედარებით, მაგრამ გარშემოწერილობა ხატის არის, რომ თითქოს ჩვენ უყურებთ ხატს ადამიანის მას პირდაპირ. ანუ ეს ცვალებადობა, იმ რაკურსების ცვალებადობა, რაც ესე დამახასიათებელია ხატისთვის, იწვევს რაღაც გარკვეულ მოუხელთებლობის განცდას და ეს ყველაფერი იცავს ჩვენს თვალს, რომ ეს გამოსახულება არ გახდეს მოცულობითი და არ გახდეს ძალიან ხორციელი და არ გახდეს ესეთი რეალური როგორც თქვათ, გამოისახება ნახატებზე პორტრეტები. აი ესეთი ხერხებით ხატმწერები ცდილობენ სწორედ აი ამ რაკურსების მონაცვლეობა იქნება ეს თუ პროპორციების ცოტათი დარღვევა, ზოგჯერ ერთი თვალი უფრო დიდია მეორესთან შედარებით, ზოგჯერ აი ცხვირის მიმართულება არ ემთხვევა ტუჩების მიმართულებას. ანუ ეს მცირე, ძალიან მცირე დარღვევები იწვევს იმას, რომ ფაქტიურად ჩვენი დაცული ვართ იმისგან, რომ ეს გამოსახულება წავიდეს მოცულობით ფორმებში. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ხატზე არ გამოისახება წმინდანი, უფალი პროფილის სახით. პროფილში გამოისახებიან ან მეორადი ესეთი ნიშნულობის მქონე პირები, თქვათ ჯალათები, მსახურები, რომელთაც თქვათ გამოყავთ ლაზარე მღვიმიდან, მაგრამ წმინდანები არავითარ შემთხვევაში პროფილით არ გამოისახებიან. მაგრამ არის ხოლმე რაღაც გარკვეული გამონაკლისი, როდესაც აქ კიდე სხვა საღვთისმეტყველო მნიშვნელობა აქვს ჩადებული ხატმწერს, როდესაც ხდება წმინდანთა გამოსახულებები პროფილშიც და მათ შორის მაცხოვრის გამოსახულებაც კი ხდება პროფილში. ეს გამოსახულება არის ყველაზე ხშირად გეცემანიის ბაღში უფლის ბოლო ლოცვა. აი ამ დროს უფალი გამოსახულია ხოლმე პროფილში, როდესაც ის ლოცულობს. ეს ხდება ბევრ მინიატურაში, ბეთანიის ფრესკაზეც და ასევე სხვაგან ძალიან ბევრ ადგილზე. აი რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი? მამები ამბობენ, რომ აი ეს ბოლო ლოცვა, უფლის ბოლო ლოცვა გეცემანის ბაღში იყო ბოლო რაღაც სამჭედურის გადაგდებაო ეშმაკის მიმართულებით, ანუ ანკესის სამჭედური ქვია თვითონ ანკეს, რომელზეც წამოეგება მერე, რომელსაც არის წამოგებული სატყუარა თევზისთვის, ხო? ეს ბოლო სატყუარა იყო, როდესაც ბოროტმა სულმა იფიქრა, რომ რახან უფალს ასე
არ უნდა ეს მიიღოს თავის თავზე ეს სასჯელი ჯვარცმა და მან ჩათვალა რომ ის გაურბის ამას ეშინია და ჩათვალა რომ ის არ არის განკაცებული ღმერთი, იმიტომ რომ უფლის განკაცებიდან დაწყებული ის უცდილობს გაიგოს რომ ეს არის თუ არა ის მესია რომელიც მოვიდა რათა დაამარცხოს მისი ბოროტების მეუფება ამ ქვეყნად და ადამიანს გაუხსნას გზა სასუფევლისკენ. აი ეს ბოლო და ეს სწორედ ამითი რომ ის ესე ვთქვათ ატყუებს ბოროტს, რომ ის არ არის ის სრული ღმერთი და სრული კაცი, როგორც იყო სინამდვილეში, სწორედ ამ სატყუარას მინიშნების გამო ამ გამოსახულებაში ხშირად ხატწერები მიმართავენ ესეთ ხერხს, რომ უფალს გამოსახავენ ხოლმე პროფილის სახით. არის ძალიან საინტერესო ფრესკა ბეთანიის მონასტერში, ეს არის მარიამ მეგვიპტელის ზიარების სცენა, სადაც არის გამოსახული როგორ აზიარებს მარიამ მეგვიპტეს ზოსიმე და ეს მარიამ მეგვიპტელის ფიგურა არის აგებული ძალიან უცნაურად. ნაწილი სახის არის 3/4-ში გამოსახული და ნაწილი სახის არის პროფილში. ამასაც აქვს თავისი ახსნა. აი თუ დაუკვირდებით აი ამ გამოსახულებას, ზედა ნაწილი არის გამოსახული 3/4-ში, ცხვირს ქვემოთ უკვე არის პროფილი. და აი ეს პროფილი არის პირი აქვს ღია და ელოდება აი ამ კოვზის მიღებას. და ფაქტიურად ეს არ არის ჩემი მიგნება, ეს ქალბატონი ასმათ ოქროპირიძემ შეამჩნია პირველად და არის ძალიან საინტერესო ხედვა, რომ აი პირის ფორმა ფაქტიურად ზუსტად იმეორებს იმ კოვზის ფორმას, რომელიც მან უნდა მიიღოს, რომელთაც მან უნდა მიიღოს ზიარება. ფაქტიურად აი ამ სახის არასრულობას, დარღვეულობას, ფაქტიურად სისრულეში მოიყვანს აი სწორედ უფალთან, უფლის საიდუმლოსთან ზიარება. და აი ესეთი საინტერესო ხერხი იხმარა სწორედ ამ ხატმწერმა აი უფლის ზიარებასთან, ზიარების მნიშვნელოვნებასთან, აი ამის მნიშვნელოვნების გადმოსაცემად, რომ აი როგორ სისრულეში განსრულდება ადამიანი ფაქტიურად აი მადლს იღებს თავის თავში აი უფლის საიდუმლოსთან მიახლების. ამისგან განსხვავებით ხა ძალიან შეიძლება ბევრს გაახსენდეს არის ესეთი ბევრი გამოსახულება არსებობს სხვადასხვა მხატვრების, მათ შორის პიკასოს აქვს ხოლმე ხშირად ესეთი დარღვეული რაკურსები, როდესაც ერთდროულად გამოსახულია ხოლმე ადამიანის პორტრეტი მაშიც 3/4-შიც, ანფასშიც, პროფილშიც, მაგრამ იქ სულ სხვა დატვირთვა. იქ ფაქტიურად გამოსახულებები ძალიან საინტერესოა ეს კომპოზიციურად, მაგრამ გამოსახულებები ფაქტიურად არის ესეთი დარღვეული და ცოტა დანგრეულიც კი, აი ამ ესეთი არაპროპორციულობით და აბსტრაქციით, რასაც საერთოდ ვერ ვიტყვით აი ამ მარიამ მეგვიპტელის გამოსახულებაზე. თუ ესე ძალიან არ დააკვირდი, აი ამ დარღვეულობას, რომ იქ უცბად 3/4-დი უცბად გადადის პროფილში, ადამიანი ერთი თვალის შეხედვით ვერც კი აღიქვამს. ეხლა რაც შეეხება რაკურსებს და პროპორციებს, ძალიან საინტერესო არის, რომ აი ეს ხდება ხშირად ესეთი დარღვეული რაკურსები, აი მაგალითად წმინდა გიორგის გამოსახულებაზე, განსაკუთრებით წმინდა გიორგის სასწაული გველეშაპის როცა განგმირავს წმინდა გიორგი და ცხენზე ამხედრებული, ამ შემთხვევაში ეს ცხენის ფიგურები არის ხოლმე ბევრად პატარა რეალობასთან შედარებით და წმინდა გიორგი არის დიდი, იმიტომ რომ ღვთის წინაშე ის არის უმთავრესი. და არა თქვათ ცხენი, ხო? ამიტომ თუ დავაკვირდებით პროპორციებსაც, წელს ზემოთ განსხვავებულია მისი აგებულება, უფრო დიდია, წელს ქვემოთ ეს პროპორციები ზომებში იცვლება. იმიტომ რომ მთავარი ამ შემთხვევაში არის სწორედ წმინდა გიორგის სახე, თავი, ანუ ჩვენ ლოცვით მივმართავთ ხო წმინდას, მის პირველ სახეს უკავშირდებით აი ამ ლოცვით, ანუ იმ პირველ სახეს, ანუ იმ წმინდას, ვინც არის გამოსახული ამა თუ იმ
ხატზე და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება სწორედ მასთან კონტაქტი, აი სწორედ მისი განსულიერება, აი ამ მისი სხეულის და არა ის რეალური სამხედრო ძლიერება თუ აღნაგობა, რომელიც მას რეალურად ჰქონდა ამ ცხოვრებაში. აი ესეთი გამოსახულებები ძალიან ბევრია, ფაქტიურად ყველგან თქვენ აი ამას შეამჩნევთ, რომ ეს პროპორციები განსხვავებულია, ანუ წელზემით ზემოთ ფიგურა გაცილებით უფრო დიდია და თავი დიდი აქვს პროპორციულად, ვიდრე ფეხები. იგივე შეიძლება ითქვას უფლის ჯვარცმის გამოსახულებებთან დაკავშირებით. უმეტეს შემთხვევაში უფლის სახე, ხელები არის გაცილებით უფრო დიდ პროპორციულად უფრო დიდ ზომაში გამოსახული, ვიდრე მისი ფეხები, უფრო მოკლეა და უფრო ვიწროც არის. იმიტომ რომ მთავარი დატვირთვა ამ შემთხვევაში ემოციური მიდის სწორედ უფლის სახისაკენ და მის განმარტებულ ესე ხელებისკენ, რომელიც განმარტა, რათა მთელი ქვეყნიერება მასში მოიზიდოს და გააერთიანოს. აი ეს იყო რაზეც დღეს ვისაუბრეთ. მინდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო უფრო სწორად გადაწყვეტა, იმიტომ რომ აი ეს თვითონ ეს რაკურსების ესე ცვალებადობა ძალიან საინტერესო შემთხვევების დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. არის ესეთი ძალიან ცნობილი ხატი, სწრაფშემსმენელი ღვთისმშობელი და არა მარტო ამ ხატზე, სხვა ხატზეც არის ხოლმე გამოსახული უფლის ქუსლი, ამოტრიალებული. და ეს ქუსლი ისე ამოტრიალებული, რომ არაბუნებრივია. ანუ რეალურად ესე რეალურად ადამიანი ქუსლს ვერ გაჩვენებს, მაგრამ ამ შემთხვევაში რატოა ეს ქუსლი ესე ხაზგასმული და ამოტრიალებული სწორედ აი ამ ყრმა მაცხოვარში? იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის ყრმა, ის აღთქმა ასრულდა, რომელიც მიეცა ადამიანს და ევას, როდესაც უფალმა ისინი გამოდევნა სამოთხიდან და მისცა პირობა, რომ აი დედაკაცის შთამომავლობაში გაჩნდებოდა ის, ვინც დადგუნავდა სწორედ აი იმ ეშმაკს, იმ გველს, რომელმაც შეაცდინა კაცობრიობა და არის ესეთი საინტერესო საკითხავი. ქალწულისა საშომან არ ცხვინა სულთა მომსვლელსა, რამე თუ ჩვილმან ხვრელი ასპიტისა ხელითა გამოიძია და განდგომილი იგი მძლავრი დაამხრა ფეხთა ქვეშე მორწმუნეთასა. ანუ ეს არის ის ქუსლი და ამიტომაც არის სწორედ ესეთი პატივსაცემი, პატივგანდიდებული და ეს ჩვენი მთხვევისთვის განკუთვნილი ხოლმე ესე იმ სწრაფშემსმენელ ხატზე და არა მარტო იმ ხატზე, რამდენიმე ესეთი ხატი არსებობს. აი დარღვეულ რაკურსებთან და პროპორციებთან მიმართებაში არის კიდევ ერთი საინტერესო ხატი, ეს არის ცნობილი ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი ხატი, სადაც გვხვდება მაცხოვრის გამოსახულება შებრუნებული, არაბუნებრივად შემოbrunებული ქუსლით. ეს არა მარტო ამ ხატზეა, კიდე სხვა ხატებზეც გვხვდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში აქ მინდა მივაქციოთ ყურადღება, რას უნდა ნიშნავდეს ეს, რითია ხაზგასმული და რითია მნიშვნელოვანი ეს ფეხის ესე გამოსახვა და აი რატომ იმართავს ამ ხერხს ხატმწერი. აქ უნდა გაგვახსენდეს ის აღთქმა, რომელიც უფალმა მისცა ადამს და ევას ჯერ კიდევ სამოთხეში, როდესაც სამოთხიდან განდევნის შემდეგ, პირველივე აი ამ კაცობრიობის დასაბამში, როდესაც უფალი აღუთქვამს, რომ შენს მოდგმაში იქნება ყრმა, რომელიც შემუსრავს აი იმ გველს, იმ ასპიდს, რომელმაც შეაცდინა კაცობრიობა ადამი და დაატოვებინა სამოთხე. იქ არის ეს სიტყვები, რომ გველი უმზირდესო შენს ქუსლსო, ხოლო ის უმზირდეს მის თავს, რომ შემუსროს. აი ეს ქუსლი არის სწორედ ის ქუსლი, რომელიც შემუსრავს იმ ბოროტ სულს, რომელმაც კაცობრიობას დააკარგვინა სამოთხე. და ძალიან საინტერესო სიტყვები გვხვდება საეკლესიო საკითხავებში.
ქალწულისა საშო მან არ ცხვინა სულთა მომსვლელსა, რამე თუ ჩვილმან ხვრელი ასპიტისა ხელითა გამოიძია, განდგომილი იგი მძლავრი დაამხრა, ფეხთა ქვეშე მორწმუნეთასა. ანუ უფალი ეს ყრმა არის სწორედ ის ყრმა, რომელმაც შემოსრა ბოროტის თავი და რომელმაც კაცობრიობას დაუბრუნა აღთქმული 64. დღეს ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრაზე საუბარს გავაგრძელებთ ხაზისა და ფერის სიმბოლიკაზე ხატწერაში. კარგად გრძელდებათ.